გამარჯობა, დღეს 13 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 2007 წლის 13 ივლისს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ლამინ იამალი. ის ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. იამალი ბარსელონას აღზრდილია და 2023 წლიდან გამოდის ძირითად შემადგენლობაში. ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი ბარსელონასთან ერთად. 2024 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი. 1989 წლის 13 ივლისს დაიბადა ამერიკელი soul და R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი ლეონ ბრიჯესი. 1942 წლის 13 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჰარისონ ფორდი. 1985 წლის 13 ივლისს დაიბადა მექსიკელი ფეხბურთელი გილერმო ოჩოა. 1995 წლის 13 ივლისს დაიბადა ავსტრალიელი კალათბურთელი დანტე ექსუმი. 1979 წლის 13 ივლისს დაიბადა უელსელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი კრეიგ ბელამი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის ნიუკასლი, ლივერპული და მანჩესტერ სიტი. 1988 წლის 13 ივლისს დაიბადა ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და მსახიობი ტულისა. 1990 წლის 13 ივლისს დაიბადა არგენტინელი ფეხბურთელი ედუარდო სალვიო. 1969 წლის 13 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, პროდიუსერი და ექიმი კენ ჯონგი. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლესლი ჩაუს როლის შესრულებით ტოდ ფილიპსის ფილმში წვეულება ვეგასში. 1936 წლის 13 ივლისს დაიბადა ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე ვაჟა აზარაშვილი. და კომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.